და მინდა მადლობა გადაგიხადო. და თვითონ სიმბოლურად ეს დარბაზი, რომელშიც ახლა ვიყოფით, ინფრასტრუქტურული ჩინით საკმაოდ დიდი სახელს ატარებს ეს სასწავლო ქვედანაყოფი, და მარტო პრაქტიკა, სროლებით და ვარჯიში. სახელოვანი ან მისათითებელი ბიბლიოთეკა. ტერიტორიაზე ცოტა დამხდა ახალგაზრდა. ჩვენ არა მხოლოდ საბრძოლო მომზადების კუთხით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, არამედ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ განათლების კუთხით. ჩვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა. მოცემული განიცადოთ, შეიძლება სხვა კითხვებით დავუსვათ. დატოვებად სამწუხაროდ აღარ ჰქონდა სიტყვებს და გერებს ქართულად წერია. ეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს გახლავთ ცოცხალი წიგნის ჯარში. ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ თავად მწერლები მოდიან ჯარისკაცებთან და უკითხავენ მათ თავიანთ ნაწარმოებებს. ერთის ჯარისკაცებს ეთებათ იმის შესაძლებლობა, რომ პირადად გაეცნონ ჩვენი ასე ვთქვათ მწერლებს, დაუსვან მათ შეკითხვები და მეორეს მხრივ თავად მწერლებს აქვთ ის შესაძლებლობა, რომ ჩვენ საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან ჯარისკაცებთან გქონდეთ ურთიერთობა. ვიდრა შეგვიძლია ჩვენ ადამიანებს, ხელოვანებს, რომლებიც ცხოვრობთ, ხო, გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ძინავთ ღამე, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ძალიან ძიმე ფიზიკურ დატვირთვას უძლებენ, იმიტომ რომ მე ვიყო კარგად. აი დავიწყეთ ცოცხალი წიგნებით, რომელიც მე მგონი მათ სულიერებას ძალიან წაადგება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში დიდი სიყვარულით გავაკეთებთ ამას. პროექტი ცოცხალი წიგნის ფარგლებში მწერლები, პოეტები შეხვდნენ სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებს, სერჟანტებს. ფაქტიურად სერჟანტებს აქვს საშუალება ცოცხლად მოისმინონ შემსრულებლებისგან, პოეტებისგან ის ნაწარმოებები, ნაშრომები, წიგნები, რასაც ისინი კითხულობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანის აღზრდაში და სერჟანტების მომზადებაში არა მარტო სამხედრო კომპონენტი შედის, არამედ მისი გონებრივი განვითარება, მისი ინტელექტის, განათლების მიცემა და ყველაზე უკეთესი საშუალება არის ეს წიგნი ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ავტორები არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ და მიიღონ არა მარტო სამხედრო, არამედ ზოგადი განათლება. საქართველო ტრადიციულად სამხედრო ქვეყანა იყო და ოფიცრები იყვნენ ელიტა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკა რო გავიხსენოთ 18-21 წლებში და ეხლა ძალიან მინდა რომ ეს იყოს ნამდვილი ელიტა, საუკეთესო, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, რაც რა თავისთავად გულისხმობს წიგნიერებასაც და ლიტერატურასთან ახლო ყოფნასაც, გარდა თავისი მოვალეობის უშუალო შესრულების.